არსებობს მითი, რომ 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო, გაიტაცა ეროვნული საგანძური, რომ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი გაიფლანგა. თუმცა ეს არის მხოლოდ მითი და სიმართლე არის შემდეგი, როდესაც 1920 წლიდანვე დაიწყო ჯერ კიდევ ეროვნული საგანძურის შეგროვება საქართველოს მუზეუმში. ამას ხელმძღვანელობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ერთ-ერთი თანაშემწე ექვთიმე თაყაიშვილი, დიდი მეცნიერი ასევე მეთვალყურე საქართველოს ეროვნული განძის, რომელიც გატანილი იქნა უცხოეთში ოკუპაციის დროს, მასთან ერთად იყო იოსებ ბელიგულაშვილი, როდესაც საბჭოთა რუსული ოკუპაცია დაიწყო, საშიშროების წინაშე იდგა საქართველოს ეროვნული განძი, რადგან რუსეთშიც მანამდე ცნობილი იყო, რომ მსგავსი პოლიტიკა იყო იმ კრიზისის გამო, რაც საბჭოთა რუსეთში არსებობდა, ხშირად ადნობდნენ ეროვნულ საგანძურს, ძირითადად საეკლესიო საგანძურს, მსგავსი საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ეროვნულ საგანძურსაც. განძი აღწერა მუზეუმის დირექტორმა და კომისიის თავმჯდომარემ სიმონ ჯანაშიამ, ასევე სხვა მეცნიერებმა და დაადგინეს, რომ არც ერთი ნივთი დაკარგული არ იყო. აქ საუბარი არის გატანის დროს დაახლოებით 255 ყუთზე, ხოლო 39 ყუთი იყო სამუზეუმო საეკლესიო განძეული და ხშირად აი ამ რაოდენობაზე მიდის სპეკულაცია და დანარჩენი იყო სავალუტო სახაზინო ქონება, გაიყიდა ემიგრაციაში, ეს იყო ზუსტად ეს სახაზინო ქონება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, რაც ამ ქონებით იქნა შეძენილი, არის ლევილის მამული, რომელიც დღეს უკვე საქართველოს საკუთრებაშია და ასე რომ მითი იმის შესახებ, რომ ეროვნული საგანძური დაიკარგა, არ არის სიმართლე არის ის, რომ ეროვნული განძი დაბრუნდა საქართველოში.